თავის მერია ადგილობრივებს 2025 წლიდან პროფესიული სწავლების და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით კიდევ ერთ ახალ პროექტს შესთავაზებს. პროგრამა განათლების და დასაქმების ხელშეწყობის გარდა ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს, როგორც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული სერვისების შექმნა. პროფილით დასაქმებული რუსთაველები ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები, რომლებიც სასწავლო პროგრამაში ჩაერთვებიან, ყოველთვიურად 200 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ. რუსთავის მერის გუნდი აგრძელებს აქტიურად მუშაობას სახელმწიფოსთან ერთად, რომ პროფესიული განათლება იყოს უფრო მეტად ახალისებული. 2025 წლიდან ფართოვდება პროგრამა, რომელიც ჩვენ 2024-ში დავიწყეთ და ემატება ინკლუზიური განათლების სპეციალობა და ეს ორმხრივად ეფექტიანი იქნება, როგორც ბავშვებისთვის, რომლებსაც მოემსახურებიან კიდევ უფრო კვალიფიციური თანამშრომლები და ასევე ქალაქში გაჩნდება ახალი რესურსი იმ პროფესიის, რომელიც საკმაოდ დეფიციტურია.